აჭარასა და გურიაში დღეს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საველე პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიები დადგინდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოყოფილი სპეციალურად შერჩეული კოორდინატორების სულადობასა და ადგილზე ცხოვრების ხანგრძლივობას ოჯახების უშუალო გამოკითხვის შედეგად დაადგენენ. საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება მოსახლეობის აღწერის მეორე საფეხური, სადაც მოსახლეობა ინდივიდუალური გამოკითხვის მეშვეობით გამოიკითხება, რითაც დადგინდება განათლების, დასაქმების, დემოგრაფიის, რელიგიური კუთვნილების მაჩვენებელი. წინასწარი სიების ასადგენად აჭარაში საქმდატმა 310 პირი გამოყო. აჭარა-გურიის შემდეგ მსგავსი საველე სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. 2002 წლის მონაცემებით საქართველოში 4.371.535 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის აღწერა მოგცემს დემოგრაფიულ, სოციალურ, ეკონომიკურ მონაცემებს, რაც დაეხმარება შემდგომში მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ნებისმიერ ინვესტორს იმისთვის, რომ უფრო მიზანმიმართულად განახორციელოს ყველა თავისი პროგრამა, რადგან ადამიანების რაოდენობაზე არის მიმული საბიუჯეტო დახმარება, სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. აქედან გამომდინარე სასაცილო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად კონკრეტულად 12 წლის შემდეგ ჩვენ ზუსტად დავადგინოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შიდა მიგრაციული პროცესები. დღეს შევეკითხეს სახე რამდენი ცხოვრობ და მოვალში კიდევ მოვალთ აღწერას გავაკეთებთ და ყველასთვის საინტერესო არის, რომ აღწერა დაიყოს ყველა გამომიცოდეს ყველა რამდენია საქართველოს მოსახლეობა. რომლები არიან